ხაბერილი და ვიღაცა სამითავე მოაწონა. მე რომ მოდიეთ ის ჯვარი აიღე. ის კი არა შემოგინდა, იმიტომ რომ შენ ადამიანი ხარ, ცოტვილი ხარ, დაცემული ხარ, შენ წარწყვდები. ამიტომ მე არ მინდა შენ რო გინდა ის ჯვარი ატარო. მე მინდა მე რომ მოგცემ ის ჯვარი ატარო. ამას მეუბნება უფალი რომ აღიღე ჯვარი შენ. და ბოლოს მესამე შემომიდგ მე. რას ნიშნავს ეს? გახსოვთ სახარებაში ერთმანეთი დიდარი მოდის და რა ვქნა რომ სული ვიცხოვრო. და ძლებებს ეუბნება უფალი და ეს ძლებები და ესენიო სიტყვით ჩემითგან დამიცავს ყველაფერი. რაღა მაკცმეო. და უფალი ეუბნება რომ გაყიდე ყოველი მონაკების და შემომიდგ მეო. მაგრამ ვერ შეუდგა ეს მინრო ძალიან ბევრი სიმდიდრე ჰქონდა. იჯაჭკული იყო ამ სიმდიდრეს. და თქვენ იცით სახარებაში სხვაგან წერია რომ როგორც აქლები ვერ გაძლება ნემსის კუნძში, ისე მდიდარი ვერ შევა სასუფეველში. აქ ნუ მგონია თქვენ რომ მარტო მატერიალურად დიდარ ადამიანზე ლაპარაკი არა. აქ ლაპარაკია ვნებებით მდიდარ ადამიანზე. ცხოვრებაში რომ ქვაქვაზე არ დაუდგე და მილიონერობა უნდა ისეთ ადამიანზე ლაპარაკი. თვითონ რომ ახინჯია და აუცილებლად ფოტომოდელი რომ უნდა ცოლად ისეთ ადამიანზე ლაპარაკი. თვითონ რომ უვარგისია და ყველაზე კარგი პრინცი რო საქმე უნდა, აი ისიც ლაპარაკი. ის ვერ გაწვრება, ის ნებები დააბრუნდა, როგორც აქლები ვერ გაწვრება ნექსის კუნძში, ისევე შევა სასუფეველში. შემომიდგ მე, რას ნიშნავს თავარაზეც უნდა გავაყოლო, ყურადღება რომ ქრისტე გეუბნება, მე შემომიდგ, სალმონში წერია რომ ყველა სხვა ღმერთები ეშმაკარია. ბუდას კი არ შეუდგე, კრიშნას კი არ შეუდგე, სხვა რომელიმე ღმერთს, რომელიმე იმას კი არ შეუდგე, კერპს. ფულიც კერპია, ნარკოტიკიც კერპია, სასმელიც კერპია, ყველაფერი კერპია, რასაც მიეჯაჭვება ადამიანს. ეს კი არა, მე შემომიდგიო, უფალი გეუბნება, იმიტომ რომ მხოლოდ მე ვარ მაცხონებელი, მხოლოდ მე ვარ შენი სასუფეველში შემოყვანებელი. თუ ჩემს სამსჯავროს არ გაევლი გამორიცხულია შენი სასუფეველში ესვა. მე ვარ მაცხონებელი და მე ვარ მაცხონებაზე უარისწრებელი. ამას მეუბნება უფალი და ეს სამი სიტყვა ერთი წინადადებისა დავემახსოვროთ კარგად ჩემო კარგებო უარ ყავ თავი შენი. აღიღე ჯვარი შენი, სხვისი არა შენი. სხვის ცოტა რომ მიდიხარ სხვისი ჯვარია, შენ ცოტს მიხედე. სხვის ქმართან რომ დადიხარ ის კი არა, შენ ქმარს მიხედე და იმას მოუვარ. სხვის სამსახურზე პრემიერს რო განიკითხავ სამსახურებად ის კი არა, შენ რო სამსახურში ხარ და იმას მოაცდე, იქ რო არაფერს არ აკეთებ და ხელფასი ისედაც, აი იმას მიხედე, შენ ჯვარს მიხედე. და რაც თავარია, შემომიდგ მე, მხოლოდ მე გეუბნება ქრისტე ღმერთი, მხოლოდ მე ვარ მაცხონებელი და მხოლოდ მე შემომიდგიო. აი ეს მინდოდა მეთქვამეთ დღეს რომ უარყოთ თავი ჩვენი ცოდვებისთვის, აღებოთ ჩვენი ჯვარდასწრება და მოკისრა და შეუდგეთ მას, ჩვენს მაცხონებელს უფალ იესო ქრისტეს. ღმერთმა დაგლოცოთ, გადაფაროთ გადაძროთ და ჯვრისმართი ფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს. დაგლოცოთ და გადაფაროთ მომაძიებთ. ჩვენთან ასწრებს. ოთხშაბათ ჩვეულებრივ იქნება პირველ შეწირული და დანარჩენ დღეებში იქნება ცისკარი შემოწმება და სუხრი და შაბათს იქნება მიცვალებულ დაცემა ისე მიცვალებულ დაცემა იქნება და პირველ ჩვეულებრივად ძილვა. ღმერთმა დაგლოცოთ, გადახაროთ და გადაძიებთ. მომავალ კვირას ჭირვის მერე ცოტა შევესვერებ და გვექნება 7 გზის ზეთის ცხება. დააგლოცოთ